მე ვარ მირაბიკო ლორთქებანი და 8 წლის. ვსწავლობ 22 საჯარის სკოლაში. ჩემს საყვარელი საქმიანობა არის რაგბი და ხატვა. უკვე 1 წელია თამაშობ რაგბს ტორნადოში. რაგბში იმიტომ შევედი, რომ ჩემი ბაღელი თამაშობდა და მომეწონა. მე მაქვს ლურჯ ყვითელი ფორმა, უკანა წერია 7 ნომერი დააჭარა. მინდა მქონდეს მთლიანად ლურჯი ფორმა. უკან უნდა ეწეროს 7-იანი და ლორთქებანიც. საქართველოს ნაკრებშიც მინდა ვითამაშო 7 ნომრით. მე ვარ თეატრალური გამთამაშებელი. ყველაზე კარგად გამოდის ბოჭკვა და ლელო სტადები. გასაძლიერებელი მაქვს სუსტი პასები. სულ მქონდა 4 შეჯიბრება, 4 მოვიკეთე. ყველაზე კარგად დამახსოვრდა მეორე თამაში, იმიტომ რომ ჩემი მოწინააღმდეგე მეორე მოწინააღმდეგეს აძლევდა და ჩავჭერმე ბურთი და გავიქეცე ლელოს დასადებად. ჩემ კარიერაში უკვე მაქვს 19 ლელო დადებული. ერთი გამომიდა ყველაზე ლამაზი. წინ მივბოდი პასი მომცეს და გავსრიალდი და შედავდი. ტორნადოში ჩემი წუთნელი არის არმაზი შარაბიძე და ჯაბა გოგოლაშვილი. ორივე ძალიან მხიარულია და ყველა ბავშვს გიყვარს. მე მინდა ვითამაშო საქართველოს ნაკრებში. ჩემი კარიერის მწვერვალი იქნება საქართველოს ნაკრებში თამაში. მე ასევე მიყვარს ხატვა. ხატვაზე არ დავდიოდი და ჩემთვის სწავლე. ჯერ ვიხატავდი YouTube-დან და მე ჩემი ფანტაზიით დავიწყე ხატვა. ყველაზე მეტად მიყვარს ბუნების ხატვა. ჩემთვის კომფორტულია ფანგრებით ხატვა. ჩემი ნახატების შეგროვება კი მინდა, მაგრამ ჩემი და მიხებს. პირველ კლასშია და ნახატების აგროვება იმიტომ მინდა, რომ კედელზე ჩამოვკიდე. მინდა მოვაწყო ჩემი გამოფენა. სადაც დასწრება იქნებოდა უფასო. აქამდე ჩემი ნახატები არ გამიყიდია და მაგ გამოფენაზე გავყიდდი. ჩემი ნახატების ფასი იქნება 10 ლარი. ყველაზე ძვირი ნახატი იქნება 20 ლარი. ჩემი საყვარელი ნახატია ღეები, მანქანა და ბუჩქები. ჩემი ოცნების საჩუქარია iPhone 14. ამ ტელეფონში უნდა ვითამაშო PUBG. ჩემი საყვარელი ფერი არის ლურჯი. არ მეყვარს ვარდისფერი. იმიტომ რომ გოგოსფერია. ჩემი სკოლა იმიტომ მეყვარს, რომ კარგი მასწავლებელი ვყავს და კარგი კლასელები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის ალექსი ზოიცი. ყველაზე წვრიანია ანდრეა მიქაძე. ყველაზე მშვიდია ანი ჭაღალიძე. მე ვარ ყველაზე ცელქი და ნიჭიერი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია თამოდია სამიძე. იმიტომ რომ მე ვარ მეხუთება ყოცნის და გაკვეთილი რომ არ გეცოდინება, მოგიზრდება და გასწავლის. ჩემი სკოლის დირექტორს არ ვიცნობ, მაგრამ მინდა რომ გავიცნო. პირველ ნახვაზე ვეტყვი რა ქვია როგორ ხარ. ახლა მინდა ვიყო 18 წლის და ვითამაშო დიდ გუნდში. სახლში ვცხოვრობ მე, ჩემი და დედაჩემი და მამაჩემი. კიდე მინდა ვყავდეს 2 ძმა და 1 და. ჩემი და არის 6 წლის და ქვია სოფია. ის არის ცელქი საყვარელი და მხიარული. ჩემი აზრით სოფია რომ გაიზრდება გამოვაიქი. ამიკო არის მშრომელი, ვაჟკაცი და მხიარული და შემსავით სიმპათია. დედეკო არის ლამაზი, მხიარული, კეთილი და მზრუნველი და ეს არის კარგი დიასახლისი. აკეთებს ზოგიერთი საჭმელებს. ჩემს საყვარელი საჭმელია ხინკალი. კარგ ნიზლავზე შევჭამთ 11 ხინკალს. მე ვარ ცელქი, სიმპათიური და მშრომელი. სიმპათიური კი ვარ, მაგრამ შეყვარებული არ მყავს. იმიტომ არ მყავს, რომ ჩემი შესაფერისი გოგო ვერ ვნახე. გოგო უნდა იყოს მშვიდი და ლამაზი. ასეთ გოგოს თუ ვნახავ, ოცნებით შევეყვარ. ცოლს მომიყვანე, როცა ვიქნები 26 წლის. შვილებს დავარქმევ თედოს და ნათიას. ჩემს ცოლს დავარქმევ ნიას. სამოგზაუროდ შეამოვნებით წავიდოდი პორტუგალიაში. მეყვარს კითხვა თუ საინტერესოა წიგნი. ჩემი საყვარელი წიგნია ვინებები. ასევე მეყვარს ფილმების ყურება. საყვარელი ფილმია მარტოსახში. მინდა ვიყო ამ ფილმის მთავარი გმირი. ჯადოს მე ჯოხი რომ მქონდეს, ყველა გაჭირვებულს დავახმარებოდი. უყვედი ბინებს და დაურეკებდი ხელფას. ჩემთვისაც გავიჩენდი მანქანას. ჩემი ოცნების მანქანაა BMW 4. ინა მონაწილეებმა დამიტოვა ასეთი შეკითხვა. რომელია ჩემი საყვარელი თამაში? ჩემი საყვარელი თამაში არის PUBG. ჩვეულებრივი თამაშები და მეყვარს მგელობა. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას, ვისთან ერთად გაფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი მამიკოსთან ერთად. და ვნახავდი პლანეტა ვენერას, იმიტომ რომ ჩემ დიდ ბებიას ჰქვია. ბედნიერება არის დედიკო ჩახუტება, დის ჩახუტება, შევჩუქრების ჩუქება და ოჯახთან ერთად ფილმის ყურება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.